მე ვარ ანდრია ბოლქოზე 7 წლის. სწავლობ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, ფეხბურთი და ხატვა. ჯერ ფეხბურთზე არ ავდივარ, მაგრამ აწი უნდა შევიდა. ჯერჯერ ვთამაშები ზევში და ვთამაშები მეგობრებს. მე ვთამაშობ მეკარის პოზიციაზე და შეტევაში. დამაქვს ძალიან ბევრი გოლი. უკვე მაგატანილი დაახლოებით 1000 გოლი. ამ გოლებიდან ერთ გამოვარჩევა გეტყვი. როცა კარში ვიყავი და დავარდკინდაგორებული გვერდით წავიდა, კუთხეში არ მიარტყა, გვერდით წავიდა, ორი კაცი გადირკა და მეკარიც გადირკა და გოლი გავიდა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელები არის გიორგი მამარდაშვილი და რონალდო. სახში მაქვს ფეხბურთის ფორმები: რონალდო, მესი, ნეიმარი, კვარაცხელია და მამარდაშვილი. მინდა მქონდეს წითელი ფორმა და უკან ეწეროს ფოლქოვაზე 7-იანი. კარიერას დავიწყე ბათუმი დინამოში, მერე მილანში და დავამთავრებ რეალ მადრიდში. კარიერას დავამთავრებ, როცა 39 წლის ვიქნები. კარიერას დავამთავრებ, გავხსნი ხორცის მაღაზიას და მარკეტს. მინიმუმ ჭირდება 29 ბურთი, რომ კარგი ფეხბურთელი გავხდე. ასევე ძალიან ვყავს ცეკვა. უკვე 3 თვე დავდივარ ასამხოროში. ცეკვაში მეყვანერა ჩემმა შემლებმა და ძალიან მომწონა. მახსოვს პირველი დღე რომ ცეკვაზე შევედი. როცა მივედი ცეკვაზე პირველად, მასწავლებელმა ჭირდა გვიცნო, მე გაჭიმულები იყო და პირველი ილეთიკა გავაკეთებია. ჩემი საყვარელი ცეკვებია აჭარული და მთიულური. ჩემი საყვარელი კენტაურის ილეთია აი ეს ორეთ. ეს ყმარი ასე ჯერ ჩადგამ, შეჯდომზე უნდა მერწყო და გამოიყვანო. ჩემი მიზანია გავაუმჯობესო მთიულური ცეკვა. კონცერტი ჯერ არ მქონია, მაგრამ მანე მექნება. ჩემი პირველი კონცერტი მინდა იყოს იტალიაში. იმიტომ მინდა იქა, რომ ჩემი მეგობრის ბებია ცხოვრობს და მაგით იქნება და უფრო გამერთობით. ჩემი ცეკვის მასწავლებელს ქვია თორნიკე. თორნიკე არის ძალიან კარგი კაცი და ძალიან ლამაზი გასწავლის არ ყვირის. რო გავიზრდები, მინდა მოცეკვავით გამოვიდეს. ჩემი ქორწილში აუცილებლად ვიცეკვე. შეყვარებული იმიტომ არ ყავს, რომ ჩემი შესაფერისი გოგო ვერ ნახე. გოგო უნდა იყოს ჭკვიანი, განათლებული, ლამაზი. გოგოს რაც შეეფერება, ის ყველაფერი უნდა ქონდეს. ასეთი გოგო რო ნახო, აუცილებლად იქნება ჩემი შეყვარებული. ცოტა მოყვანო, როცა ვიქნები 22 წლის. შულებს დავარქვა გიორგი საბარბარის. ასევე ძალიან მიყვარს ხატვა. ყველაზე არ დავდიოდი და ჩემი თვისავლა. მე ვიცი პრინცესას, სამი გოჯის ხატვა, პრინცესას და მანქანის ხატვა. ჩემი საყვარელი ფერია შავი. არ მიყვარს ვარდისფერი. ჩემთვის კომფორტულია უბრალო პანქრით ხატვა და გაფერადება პანქრით. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს და მიყვარს და მასწავლებელი კარგია და მიყვარს. ჩემს ყველაზე მხიარული არის ანდრია ტაკიცი. ყველაზე შვიდია დემეტრე კახაძე. ყველაზე ჭკვიანი არის დავით სრუმანიძე. ყველაზე წილიკია მიშა ცანოვმენიძე. მე ვარ ყველაზე განათლებული. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია გუსულა კოჩალიძე. იმიტომ რომ განათლებულია, ჭკვიანია და თანაც დირექტორია. ახლა მინდა ვიყო 10 წლის. იმიტომ რომ დამოუკიდებელი ვიქნები. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი და. ჩემი და არის 4 წლის და ქვია ანასტასია. ანასტასია არის ცოტა ცელქი და ჯერ მხიარული და ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგოა. ჩემი და რო გაიზრდება, გამოვა ტანვარჯიშის მასწავლებელი. მამიკო არის სიმპათიური, მამაცი და მშრომელი და მთელი ქალაქი იცნობს. დედიკო არის საყვარელი, ლამაზი და განათლებული. აკეთებს გებრიელ საჭმელებს. ჩემი საყვარელი საჭმელია წიწიბურა. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ჩიპოლინოს თავგადასავალი. საყვარელი მულტფილმია ნადირების სეზონი. შედოსნული ჯოხი რომ მქონდეს ბავშვას გავაცოცხლებდი. წინა მონაწილეობდა მიტოვა ასეთი შეკითხვა. როდის თავდება ბავშვობა? ჩემი არის ბავშვობა მთავრდება, როცა 10 წლის გავხდებით. შემდეგ მონაწილეს ვტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი გაბრიელ ხმალაძესთან ერთად. ის არის ჩემი საუკეთესო ძმაკაცი. ბედნიერება არის, როცა ხიარული ხარ, ჯანმრთელი ხარ და დილობიანი ხარ და ადამიანობა გაქვს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.